თქვენ უყურებთ მეცხრე არხის საინფორმაციო გამოშვებას. პრეზიდენტის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას უკვე მოყვა პირველი შეფასებები. პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი იმედა დარსალია ისაუბრებს ახლა დეტალებით. იმედა გისმენთ. სოსო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეს. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძე მისაუბრა. მისი თქმით, ბრძანებულება ამოქმედება საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე. ჩვენ შეგვიძლია ეს ვიდეო ვნახოთ. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27 მუხლის პირველი პუნქტის B ქვეპუნქტისა და 33 მუხლის შესაბამისად მიღებული იქნეს საქართველოს მოქალაქედ ბიძინა ივანიშვილი დაბადებული 1956 წლის 18 თებერვალს. ეს ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამოქმედეს მისი საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე. ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 11 ოქტომბერს ჩამოართვეს, ზუსტად 4 დღის შემდეგ, რაც ის პოლიტიკაში ჩაერთო. მასთან ერთად მოქალაქეობა ჩამოართვეს მის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეს. ამის შემდგომ უკვე დაიწყო მთელი რიგი სასამართლო პროცესები. სასამართლომ პრეზიდენტის ბრძანებულება უკანონო ცნო ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავშირებით და მას მოქალაქეობა აღუდგინეს, თუმცა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობის მიღებაზე, აღდგენაზე უარი უთხრა სასამართლომ. თუმცა როგორც უკვე გითხარით, დღეს ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის ბრძანებულებით მოქალაქეობა დაუბრუნდა. რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტის დღევანდელ განკარგულებაზე? ბუნებრივია, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო აბსოლუტურად უკანონო და გამოწვეული იმ შიშისგან, რომელიც ჰქონდა სააგაშოს და ხელისუფლებას. შიში არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაღაცა სიმართლეს და სამართლიანობის გამარჯვება შეაფერხო. 1 ოქტომბერმა აჩვენა ხალხის ნება, შესაბამისად ბუნებრივია, რომ ეს მოქალაქეობაც უნდა აღდგარიყო. ფორმალურად ამ შემთხვევაში ასეთი ეტაპია, რომ მოქალაქეობა აღუდგა, მაგრამ აღუდგება მას შემდეგ, როდესაც საფრანგეთის მოქალაქეობას დატოვებს. ბატონ ბიძინასთვის უკანონო ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენა ვერ ჩაითვლება ხელისუფლებისთვის საგნერო საქმედ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საქმეა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ფაქტთან თუ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა, საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობის დათმობის ანაცვლოდ. თავის დროზე ქართული ოცნების ლიდერები ამბობდნენ, რომ პრეზიდენტის განკარგულება ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით იყო ეფუძნებოდა ტყუილსა და უკანონობას. მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ ამგვარი უკანონობის განხორციელება მას ძლიერი კონკურენტის შიში დასჭირდა. დიდი მადლობა. იმედა დარსალია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.